მაესტროს ეთერში რეგიონების დროა, მე ირაკლი მაისურაძე ვარ, გამარჯობა. ატმოსფერული ჰაერის დაცვა და დაბინძურების მინიმუმამდე დასაყვანად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მონაცემებს არაერთი მიმართულებით ამოწმებს. მათ შორისაა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი. სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების შემცირების მიზნით გამონაბოლქვის კონტროლი 2023 წლის სექტემბრიდან საქართველოს 4 მსხვილ ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში დაიწყო. როგორია შედეგები აი მიმართულებით, რა სანქციები მოქმედებს სამართალდამღებაზე და ასევე რა კეთდება საავარგულების გადაწვის მავნე პრაქტიკის პრევენციისათვის. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიელ ირემაძე შემოგვიერთდება სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო ტარიელ, მადლობა თქვენი დროისთვის და სტუდიაში სტუმრობისათვის. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა რომ აშუქებთ აქტიურად არსებულ თემებს. პირველ რიგში კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ მაყურებელს, რამდენად მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი. პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და იცით რომ წლებია უკვე აქტუალური არის და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაც ზოგადად გლობალური მასშტაბით ნაციონალურ დონეზე, ქვეყნის დონეზე წარმოადგენს ერთ-ერთ მიმართულებას, ეს არის დიდ ქალაქებში, საქართველოს დიდ ქალაქებში აღმოიფხრას დაბინძურება ზოგადად ჰაერის და ატმოსფერული ჰაერი იყოს უფრო ჯანსაღი, ბევრად ერთის მხრივ ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ზოგადად გარემოს არ მიადგეს დიდი ზიანი ამ მიმართულებით. ეს არის მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც ტარდება ძალიან ბევრი კომპლექსური ღონისძიება. მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ სწორედ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი, რომელიც 2023 წლის 4 სექტემბერს შევიდა ძალაში მისი აღსრულება და დაივალა სწორედ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში უკვე არსებობს ტექინსპექტირების სავალდებულოება კონკრეტული სხვადასხვა კლასის ავტომობილებისთვის და თქვენ იცით რომ ხშირად დასმულა კითხვა საზოგადოებაში ტექინსპექტირებაზე ისედაც ავტომობილი გადის გამონაბოლქვის კონტროლს და შემოწმებას და წლებია ეს მიმდინარეობდა, თუმცა როდესაც ავტომობილი დატოვებს ტექინსპექტირების ცენტრს და დატოვებდა მანამ ესე თქვა კანონი შემოვიდოდა ძალაში მას ჰქონდა ან 1 წლიანი ან 2 წლიანი მისი სლოვანებიდან ავტომობილის სლოვანებიდან გამომდინარე გადაადგილების საშუალება და კონტროლის არარსებობის პირობებში ეს ავტომობილები, რომლებიც ქალაქში უკვე ლეგალურად მოძრაობდნენ, რჩებოდნენ კონტროლს მიღმა. რა თქმა უნდა, იყო ხშირი შემთხვევები, როცა არაკეთილსინდისიერ ეგრეთ წოდებული ქცევას ჰქონდა ადგილი კონკრეტული მფლობელებისგან და მძღოლების მხრიდან, რაც გამოიხატებოდა შემთხვევაში იმაში, რომ კონკრეტული ტექინსპექტირების დღისთვის მზადდებოდა ავტომობილი. ეს ადამიანები სამწუხაროდ იყენებდნენ მათ შორის სხვადასხვა ისეთ იქნებოდა ეს ხსნარები თუ ასე შემდეგ, რომელიც ერთჯერად დაგვარებდა პრობლემას, ისინი იღებდნენ სერტიფიკატს, მაგრამ შემდგომ უკვე 2 წელი ავტომობილი გარკვეული პრობლემით გადაადგილდებოდა ქალაქში და საზოგადოებას დიდწილად ჯანმრთელობასაც საკმაოდ დიდ ზიანს აყენებდა. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო აღნიშნული რეგულაციის შემოტანა და ვფიქრობ, რომ ჩვენი შედეგები საკმაოდ პოზიტიურად აისახა და მათ შორის კარგი გამოხმაურება გვაქვს მოსახლეობის მხრიდან. ძალიან საინტერესოა შედეგებზე, როდესაც საუბრობთ, როგორია მიმდინარე 6 თვის მონიტორინგის შედეგები, საინტერესოა. კი ბატონო, 2026 წლის მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით 6 თვის ჭრილში ჩვენმა ინსპექტორებმა აი ამ 4 ქალაქში, სადაც კონტროლი მიმდინარეობს და თქვენ იცით ეს ქალაქები არის დედაქალაქი თბილისი, ქალაქი რუსთავი, ბათუმი და ქალაქი ქუთაისი, გამოიწერა ჯამში 4500-ზე მეტი საჯარიმო სანქცია, აქ არის შესული როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების მონაცემები. ჩვენ ხშირ შემთხვევაში მიჯნავთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გამომდინარე იქიდან, რომ საჯარიმო სანქციები არის განსხვავებული. ეს ციფრი, რაც მე ვახსენე, 4500-ზე მეტი 6 თვის ჭრილში, გვაძლევს საკმაოდ საინტერესო ანალიზის გაკეთების საშუალებას პირველ ეტაპზე და ეს გულისხმობს იმას, რომ თუ ჩვენ შევადარებთ 2025 წლის იგივე პერიოდთან არსებულ ციფრს, ნახავთ, რომ ფაქტობრივად გაორმაგებული არის დაჯარიმებულთა რაოდენობა. გაორმაგებული არის დაჯერმულთა რაოდენობა, მაგრამ ეს ჩვენ ესე ვთქვათ ანალიზის საფუძველზე არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ზოგადად დარღვევები არის მომატებული.
და რაშია საქმე. ჩვენ წლების განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდით და დღემდე გრძელდება ეს პროცესი ანალიზის და ციფრების საფუძველზე კონკრეტულ ლოკაციებზე, კონკრეტულ ქალაქებში დაგვემატებინა ერთის მხრივ ადამიანური რესურსი, გაძლიერებული იყო ზოგადად კონტროლი და დამატებული იყო ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელიც კონტროლში არიან ჩართული და აღჭურვილობა, თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ყოფილიყო ბევრად უფრო აქტიურად დანერგილი. ამ ესე ვთქვათ, გაძლიერების პროცესმა ჩვენ მოგცა საშუალება, რომ ეს ქალაქის ბევრი ლოკაცია ძალიან და მინდა გითხრათ, რომ თითქმის არ არის ქალაქში ლოკაცია, სადაც ჩვენ ესე ვთქვათ, პატრულების ეკიპაჟი არ მოძრაობს. რაც აისახა ციფრებშიც და მინდა გითხრათ, რომ საზოგადოება არ შევიდეს ამ შემთხვევაში შეცდომაში. ეს არ არის სტატისტიკური გაზდა ამ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ დარღვევებია მომატებული, უბრალოდ ინსპექტირება ამ შემთხვევაში არის ბევრად უფრო გაძლიერებული. მონიტორინგის მასშტაბები გაიზარდა, უფრო დიდ სივრცეებს და ტერიტორიებს მოიცავს და აქედან გამომდინარე არ არის შემთხვევები, როცა შეიძლება ასე ვთქვათ, გავაპაროთ მანქანა, რომელიც ცუდ გამონაბოლ გსტოვებს. ჰაერში საინტერესოა რეაქცია რა არის. ნახეთ კანონდარღვევი, რომელიც გაუმართავი მანქანაც ჰაერს აბინძურებს. შემდეგ რა ხდება? კი ბატონო, თქვენ იცით, რომ ჩვენი ავტომობილები და პრინციპში მაყურებელიც ხედავს კადრებში არის სპეციალური შეფერილობის დაბრენდილი, მათ აქვთ ესე ვთქვათ ის უფლებები, რაც ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო, საპატრულო პოლიცია კონკრეტული ავტომობილის გაჩერების დროს იყენებს, სპეციალური წესით ჩერდება ესა თუ ის ავტომობილი და ამ შემთხვევაში მესაკუთრეს ან კონკრეტულ მძღოლს, რომელიც იმ წუთიერად მართავს ავტომობილს, განემარტება მისი უფლებები და ხდება გამზომი ხელსაწყოებით, როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ძრავენ ავტომობილებზე, ადგილზევე გაზომვა და დადასტურება ამ შემთხვევაში მძღოლისთვის, რომ მის ავტომობილს გამონაბოლქვის სისტემაში გააჩნია გარკვეული პრობლემები, ეს ხდება მათ შორის სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებზე შემოწმება, თუმცა აქ გვაქვს ძალიან კარგი საშუალება ჩვენ მძღოლებისთვის და მესაკუთრეებისთვის დატოვებული, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ იმ შემთხვევაში არ გვეთანხმება ამ შემთხვევაში მძღოლი და ასაჩივრებს ადგილზევე ჩვენს დადასტურებულ შედეგებს, მას აქვს 2 საათი ქვითრის გამოწერიდან ვადა იმისა, რომ გადაიყვანოს ქალაქის ნებისმიერ მისთვის ასურველ ტექინსპექტირების ცენტრში და თქვენ იცით, რომ ქალაქი დატვირთულია, დიახ, ესეთი ცენტრებით და 2 საათი საკმაოდ კარგი ვადაა იმისთვის, რომ ნებისმიერ ადგილზე მისთვის ასურველზე მიიყვანოს, გადაამოწმოს ახლიდან და თუ იქ რა თქმა უნდა იქნება გარკვეული ცდომილება, ჯარიმა ანულირდება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ 2023 წლის 4 სექტემბრიდან დღემდე ფაქტობრივად გასულია 3 წელი, არასრული 3 წელი და ესეთი შემთხვევები, რომ ანულირება ყოფილიყოს, გვაქვს ძალიან მცირე ერთეულის და გამზომი ხელსაწყოები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ფაქტობრივად აპრობირებული არის ტექინსპექტირების ცენტრებშიც და მას იყენებს ბევრი წარმატებული სახელმწიფო ევროპაში. ბატონ დარიო, მიზეზების კვლევა თუ მიმდინარეობს, ეს პატრონის საავტომობილო ტრანსპორტის პატრონის ვალდებულება თუ არის თქვათ მონიტორინგის ჯგუფების და სამსახურების ვალდებულებაც რომ გაიკვეს, იქნებ მანქანაში საწვავი არის ისეთი ჩასმული, რომელიც იწვევს ამ გამონაბოლქს თუ მანქანის გაუმართავობა. ამ მიზეზების დადგენის ტვირთივიზე მოდის. მნიშვნელოვან და კომპლექსურ საკითხს მივადექით, საკმაოდ საინტერესო კითხვაა და მადლობა ამ კითხვისთვის. თქვენ იცით, რომ გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი ასევე ძირითადი და მნიშვნელოვანი მიმართულება წლის განმავლობაში გახლავთ ბეზოგასამართ სადგურებზე საწვავის სინჯების აღება და გადამოწმება. რეალურად რამდენად შეესაბამება ეურო 5 სტანდარტებს, რომელიც რამდენიმე წელია უკვე ქვეყნის მასშტაბით დაინერგა. ჩვენ გასულ წელს და ეს მალევე მოხდება წლის განმავლობაში, წელსაც რა თქმა უნდა შევამოწმებთ საწვავის ხარისხს. გასული წლის მონაცემებით მინდა გითხრათ, რომ ბენზინი საქართველოში საბედნიეროდ დღეს არსებული, რაც ბაზარზე არის, როგორც ბრენდირებულში, ასევე არაბრენდირებულში, აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომ არ შეიცავდეს იმ მავნე ნივთიერებებს, როგორც არის მაგალითად ტყვია, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის არის პირველ რიგში საზიანო. დიზელის შემთხვევაში ამას ვერ ვიტყვით, რადგან გარკვეულ კომპონენტებში დიზელში იყო გარკვეული ხარვეზები და მათ შორის ჩვენი მხრიდან გამოიწერა შესაბამისი საჯარიმო სანქციები კონკრეტული კომპანიების მხრიდან. დიზელში იყო გარკვეული პრობლემა, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უქმნიდა, მათ შორის საფრთხეს, როგორც არის ამ შემთხვევაში აფეთქების ტემპერატურის კლება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე,
ეს მიმართულებაც საკმაოდ საყურადღებოა. მინდა გითხრათ, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საწვავის კონტროლზე, არ ხდება მხოლოდ და მხოლოდ ადგილზე, ამ შემთხვევაში უშუალოდ ბრენდირებულ ან არაბრენდირებულ აუზებში აღება საწვავის. ჩვენ ვიღებთ ასევე სინჯებს ტერმინალებში, სადაც უშუალოდ ხდება ტრანსპორტირება და მოწოდება ამ შემთხვევაში და შევსება. დიახ, წელში გატანა. შესაბამისად, ეს საკმაოდ კომპლექსური ღონისძიებებია და მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში ის პრობლემები, რომლებიც ავტომობილებს გააჩნიათ, ძირითადად დაკავშირებული იყო მათ შორის გამომართავებასთან და ეგრეთ წოდებული მავნე პრაქტიკასთან, რომელიც დანერგილი იყო ეგრეთ წოდებული კატალიზატორების ამოცვლასთან. კი ბატონო, რაც მინდა გითხრათ, რომ დავამატო მოკლედ 2023 წელს ასევე მოგვარდა, რადგან მთავრობის დადგენილებით შეიზღუდა კატალიზატორების ექსპორტი და საზღვარგარეთ, ესე ვთქვათ, მათი გატანა და აყიდვა, რამაც მოკლა ეგრეთ წოდებული მავნე ეკონომიკური პრაქტიკა, ანუ დაუვარდა ფასი, უხეშად რომ ვთქვათ, კატალიზატორებს შესაბამისად უკვე ინტერესიც მავნე აღარ იყო ამ მიმართულებით და შესაბამისად ეს საკითხის დღესდღეობით მოგვარებული. კიდევ ერთი დეტალია საინტერესო. თქვენს პრაქტიკაში, როდესაც ამოწმებთ, არის შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე სატრანსპორტო საუშუალება მეორედ დაჯარიმდა და ამ შემთხვევაში რა ხდება? არის ესეთი შემთხვევები ნამდვილად, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ქალაქის მასშტაბით მოძრაობთ ინტენსიურად, ხშირად ხდება ესეთი მანქანები, რომელსაც უკვე ჩადენილი აქვს ეს დარღვევა, ესე რომ ვთქვათ, მათ პირველად ეტაპზე, როდესაც ავტომობილი ჩერდება და პირველად ჯარიმდება, ამ შემთხვევაში ფიზიკურ პირზე ეს არის 100 ლარიანი საჯარიმო სანქცია, იურიდიულ პირზე კომპანიის ავტომობილებზე ეს არის 500 ლარიანი. მათ ჯარიმის, ესე ვთქვათ, გამოწერიდან, პირველი ჯარიმის გამოწერიდან აქვს 15 დღიანი ვადა, რომ იმოძრავონ ქალაქში არსებული ავტომობილით. უკვე მე-16 დღეს თუ პრობლემა არ იქნება მოგვარებული, ჯარიმდება ხელმეორედ და ხელმეორედ დაჯარიმება იწვევს გასამაგებას საჯარიმო სანქციის, ანუ ფიზიკურ პირზე ეს ხდება 300 ლარი, იურიდიულ პირზე ეს ხდება 1500 ლარი. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში პირველად დაჯარიმების დროს მაქსიმალურად ცდილობენ მძღოლები და კომპანიები, რომ ეს პრობლემა 15 დღეში იქნას მოგვარებული. ძალიან საინტერესო თემა. მე-16 დღე არ არის და ეს არის 26 დღე. ამ შემთხვევაში ისევ 100 ლარიან ჯარიმაზე მიდის პატრონი. ამ შემთხვევაში ისევ 100 ლარიან ჯარიმაზე მიდის, ანუ თუ პირველად ეტაპზე ჯარიმა არის გამოწერილი, მე-16 დღის შემდგომ რა დღეს არ უნდა იყოს გასული, თუმცა ესეთი შემთხვევები მინდა გითხრათ, რომ არ გვაქვს თითქმის და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი თუ რატო გავაძლიერეთ ჩვენ ეკიპაჟების რაოდენობა და ზოგადად რატომ დავამატეთ, რომ არ ყოფილიყო გამორჩენილი ავტომობილები და კონტროლის მიღმა არ დარჩენილი იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი მასა ავტომობილებისა, რომელიც ქალაქში ისევ პრობლემით იმოძრავებდა, ეს პროცესი გაძლიერებას გულისხმობ, ისევ გაგრძელდება და მინდა გითხრათ, რომ ფაქტიურად აი ამ 4 წელიწადში რაც გაკეთდა, შემდგომ 3 წელში დაგეგმილი არის გაორმაგება ფაქტიურად და მინდა გითხრათ, რომ ასევე მიმდინარეობს ჯელობა გეოგრაფიული არეალის გაზრდასთან დაკავშირებით. 4 ქალაქის გარდა, რომ საქართველოში კონკრეტული, ესე ვთქვათ, ქალაქები იქნას მოცული. ძალიან საინტერესოა. სტატისტიკა ახსენეთ თქვენ და თქვენ თქვით, რომ ეს არაა სტატისტიკის ზრდა, ეს არის მონიტორინგის მოცულობის გაზრდა და მასშტაბების ზრდა. საინტერესოა ის სტატისტიკა, რაც გვაქვს, თუნდაც ბოლო 6 თვის შედეგები 4500-ზე მეტი შემთხვევა. ეს როგორი სტატისტიკაა ქვეყნის მასშტაბით, სხვა ქვეყნებთან შედარებით? რამდენად გამართული მანქანები მოძრაობენ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით? მსგავსი შედარებები თუ კეთდება და რა მდგომარეობა გვაქვს? კარგი, ცუდი თუ ძალიან ცუდი? რა თქმა უნდა, კეთდება მსგავსი საერთაშორისო პრაქტიკა ჩვენ მანამ ჯერ კიდევ დაიწყებოდა აღსრულება და კონტროლი, შესწავლილი იყო სხვადასხვა ჩვენთვის, ესე ვთქვათ, ამ შემთხვევაში რელევანტური სახელმწიფოების მოდელები და მინდა გითხრათ, რომ ევროპის მასშტაბით, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპას თუ ავიღებთ, ჩვენი სახელმწიფო ამ თვალსაზრისით ნამდვილად არ არის სულ მდგომარეობაში. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ პოზიტიური ტენდენცია შეიმჩნევა. პოზიტიურ ტენდენციაში გულისხმობთ იმას, რომ ჯერ კიდევ ტექინსპექტირება როცა არსებობდა და არ იყო გზებზე კონტროლი, მაშინაც სტატისტიკური თვალსაზრისით ჩვენ ნამდვილად არ ჩამოუვარდებით ისეთ სახელმწიფოებს, როგორც შესაძლოა ეკონომიკურად ჩვენზე წინ იყვნენ, ამ მიმართულებით გულისხმობ ავტოსატრანსპორტო საშუალებების კუთხით და მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ
ესე ვთქვათ, ჰაერის მიმართულება და მხოლოდ კონტროლი არ არის, ავტოპარკის ზოგადად ქვეყანაში განახლების კუთხით მრავალი ღონისძიება და მრავალი ესე ვთქვათ, საკანონმდებლო ნორმა დაიხვეწა ბოლო წლებში საქართველოში და მინდა გითხრათ, რომ ეს ერთობლივი ღონისძიებები საბოლოო ჯამში საკმაოდ პოზიტიური ტენდენციის მომცემია და თქვენ კითხვას ასევე კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით და გეტყვით, რომ საქართველოში დღესდღეობით ამ კუთხით ცუდი სიტუაცია და ნეგატიური ნამდვილად არ არის და შემდგომ წლებში ჩვენ ესე ვთქვათ პროგნოზები არის საკმაოდ იმედის მომცემი და პოზიტიური, რადგან იგივე აი ამ კონტროლმა, რასაც გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი აკეთებს, მოსახლეობაში საკმაოდ პოზიტიური უკავშირი გამოიწვია და საკმაოდ კარგი მხარდაჭერა გვაქვს. მოკლედ ვცდილობთ, რომ ძალიან კარგი მდგომარეობამდე მივიდეთ. ბატონ დარიელ, კიდევ ერთი პრობლემური მიმართულებაა, ეს არის ზაფხულში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მუშაობის პროცესში, ეზოებში მუშაობის პროცესში, მოკლედ გადაწვის და ასე ვთქვათ, ბალახის დაწვის და შეგროვებული ფოთლების დაწვის, ეს ყველაფერი იწვევს ჯარიმას. ეს არის აკრძალული, იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის საინფორმაციო კამპანია ამ მიმართულებით ძალიან აქტიური იყო, ფოთლების დაწვაც კი ჰაერის გაუბედურებას და ძალიან ასე ვთქვათ, დაბინძურებას იწვევს. ამ მიმართულებით რა შედეგები გვაქვს? ეს არის აკრძალული კანონით, ირღვევა თუ არა ისევ კანონი და როგორია რეაგირება? კი ბატონო, ესეც საკმაოდ კომპლექსური საკითხია და ხშირ შემთხვევაში ძირითადად რეგიონალური მასშტაბით საკმაოდ ბევრს აწუხებს, მინდა გითხრათ, მაგრამ აქ მანამ ამ თემაზე გადავიდოდე და გავცემდე პასუხს, აუცილებლად დასაწყისში ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და ზოგადად დღეს სახელმწიფოს მიდგომა არ არის, რომ ფერმერს გამოუწეროს ჯარიმა, ან ჩვენი თვითმიზანი იყოს, რომ რომელიმე კონკრეტული ამ შემთხვევაში კომპანია ან ფიზიკური პირი დაჯარიმდეს. ეს ხაზგასმით ვთქვათ. ჩვენი ამ შემთხვევაში ამ მიმართულებით მიზანი არის, რომ მოხდეს პრევენცია დიდ სავარგულებზე არ გადაწვის კონკრეტული ნარჩენების და მოხდეს იმის პრევენცია, რომ ეს ხანძრები, რომელიც ხშირ შემთხვევაში მასშტაბებში საკმაოდ მაღალია, არ შეუქმნას საფრთხე მიმდებარე ინფრასტრუქტურებს და ამის შემთხვევაში ჩვენ გქონია, რომ ხანძარი გავრცელდა და კონკრეტული ესე ვთქვათ ლოკაციები ამან მოიცვა. ეს არის ერთი გლობალური მიმართულება, მაგრამ მეორე უშუალოდ დარგობრივი გარემოს დაცვითი თვალსაზრისით რაც არის ამ თემაში, არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში არის გავრცელებული მავნე პრაქტიკა, მათ შორის სოფლის მეურნეობაში ფერმერებთან, რომ თუ ჩვენ იმ ნარჩენებს, რაც მოგროვდა საგაზაფხულო საშემოდულმოვან ზაფხულის გუანხლოვებასთან ერთად ნაკვეთზე გადავწვავთ ნიადაგისთვის, ეს არის კარგი. ეს არის ნამდვილად მცდარი, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული ესე ვთქვათ კვლევებით ის ექსპერტები, რომელიც ამ თემაზე მუშაობენ, თემა მაჩვენა, რომ თუ ჩვენ ნიადაგს გადავწვავთ, ხშირ შემთხვევაში ნაყოფიერ ნიადაგს ექმნება საფრთხე პირველად ეტაპზე და სისტემატიურ სახეს როცა ვაძლევთ ნიადაგისთვის, ეს საბოლოო ჯამში არის დეგრადაციის გამომწვევი და მათ შორის საკმაოდ კარგი მოსავლიანი ნიადაგი შესაძლოა წლების განმავლობაში გრძელვადიან პერსპექტივაში გახდეს საერთოდ უნაყოფო. შესაბამისად, ფერმერის ინტერესშივე არის, რომ ეს არ გააკეთოს და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენ ფოთლებს შეეხეთ, იქ რა თქმა უნდა არის ბევრი ისეთი საყოფაცხოვრებო ან სასოფლო-სამეურნეო ნარჩენი, რომელიც თავის თავში შეიცავს ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებების წვის შემდგომ, რომელიც ჯანდაცვის ექსპერტებისთვის, მათ შორის და მათი თქმით, გამოიწვევს ხშირ შემთხვევაში პოტენციურად სასუნთქი გზების დაავადებას, მათი სასუნთქვა ჯანმრთელობის პრობლემების შემქმნელია და ასე შემდგომ. შესაბამისად, ეს პრობლემები, რომელიც მე ჩამოვთვალე, მე ვიმედოვნებ, რომ ფერმერებისთვის იქნება შემაკავებელი ფაქტორი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჯარიმაზე არ ვართ ორიენტირებული, უბრალოდ გვინდა რომ პრევენცია არ ვართ ორიენტირებული ჯარიმაზე, გვინდა პრევენცია, მაგრამ შემაკავებელი ფაქტორების შორის არის მაინც ჯარიმები და ამ შემთხვევაში მინდა კიდევ ერთხელ რომ გაჟღერდეს, რა სახის ჯარიმა ეკუთვნის ამ შემთხვევაში კანონდარმა. ამ შემთხვევაში აქ არის გაწერილი კონკრეტულად ნარჩენების მართვის კოდექსით, სამართლებრივად რომ მივუდგეთ, პირველად ეტაპზე ღია წესით საყოფაცხოვრებო ნარჩენის გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას პირის, მაგრამ ხაზ გაუსვა, მაგრამ ადგილზე, როდესაც ჩვენ ესე ვთქვათ ინსპექტორები და პატრულების ეკიპაჟები მივლენ, ხდება ხშირ შემთხვევაში ზიანის დათვლა. ზიანის დათვლაში გულისხმობ, აი როცა მე ვახსენე დიდ ესე ვთქვათ მასშტაბებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება, ხშირ შემთხვევაში თუ ნიადაგს მაგალითად ან
თუ გარემო პირობებს მიადგა ზიანი, შესაძლოა 500 ლარი ბევრად უფრო გაიზარდოს და გახდეს ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე ეს არის კონკრეტულად ერთჯერადი 500 ლარი. მოკლედ, ნუ დააზიანებ საკუთარ თავს, მიწას და საკუთარ ჯიბეს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ტარიელ ამ უწურავი ინფორმაციისათვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიელ ირემაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში, ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო, ჩვენ კი განვაგრძობთ გამოშვებას. რუსთავში 4 სხვადასხვა ქუჩაზე ერთდროულად რამდენიმე პროექტი სრულდება. ადგილზე გზის საფარის დაგება მიმდინარეობს, პარალელურად კი მიმდინარეობს ტროტუარების, ველობილიკების, მწვანე სივრცეების, სარწყავი სისტემის რეაბილიტაციაც. ადგილზე ეწყობა გარეგანათების ახალი ქსელი, მუნიციპალური ტრანსპორტის მოსაცდელები, 6 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ნამდვილად იყო საგზაო ინფრასტრუქტურა. მასშტაბური პროექტები გვაქვს დაგეგმილი იმისთვის, რომ ეს გამოწვევა ქალაქში დავწლიოთ. 8 მის სამართზე ერთდროულად მიდის საკმაოდ მნიშვნელოვანი საგზაო პროექტები. დასასრულს უახლოვდება ერთ-ერთი მსხვილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მოიცავს 4 ქუჩის რეაბილიტაციას, განვახორციელეთ ქვედა ფენის ასფალტის საფარის დაგება. ეხლა მიმდინარეობს სამუშაოები კლდიაშვილის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე, ასევე განხორციელდება გარეგანათების ბოძების მონტაჟი, უკვე მოწესრიგებულია საფეხმავლო ბილიკები. სემიკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე ფარგლებში სენაკისა და ხობის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ ენერგეტიკის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, მათ პორტატული და პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის ფარგლებში დღეს წარმატებული სკოლის მოსწავლეები დავაჯილდოვეთ, რომლებმაც საუკეთესო ნაშრომები წარმოადგინეს. გარდა ამისა, მათ გაიარეს შესაბამისი სწავლებები და განსაკუთრებით მეხარია, რომ ამ სწავლების და ამ პროექტში მონაწილეობის შემდეგ რამდენიმე მათგანმა გადაწყვიტა, რომ მომავლის პროფესია დაერჩიოს ენერგეტიკოსი. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად შევხვდებით ჩვენ და მოგვიწევს ერთად მომავალშიც თანამშრომლობა. ჩართულობა იყო უდიდესი ჩვენი მოსწავლეებიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან 10 სკოლა ღირებულობდა მონაწილეობას, ახალგაზრდებმა და ბავშვებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები, თავიანთი ახალი იდეები. პროექტი აღიარებულია როგორც მოსწავლეებისთვის სასარგებლო, ახალი და საინტერესო შესაძლებლობა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გოგონების მხრიდან არის მაღალი დაინტერესება და იმედი მაქვს მომავალში სამეგრელოს რეგიონს ეყოლება ბევრი წარმატებული ქალი ენერგეტიკოსი. პროექტი ძალზედ კარგია. ამ ბანაკში გატარებულმა 5 დღემ კარგად დაგვანახა თუ რაოდენ დიდი მოთხოვნა არსებობს საქართველოში ამ მხრივ და ფიქრობ ძალზედ კარგ გადაწყვეტილებას მივიღებ და შედეგიანი ვიქნები თუ ჩემ მომავალს ამ მხრივ დავაკავშირებ. შევხვდებით ერთმანეთს ხვალ 16 საათი მაესტროს ეთერში კვლავ რეგიონის დრო. შოკოლად ალპენ გოლდის ბრწყინვალე გემო მარტივად ავრცელებს პოზიტივს.